როგორ შეიძლება ბავშვებისთვის ცოდნა გახდეს საინტერესო, პრაქტიკული და რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება ადრეული ასაკიდან. გენიოსების კლუბი არის სქილვილისა და STEAM-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც 7-დან 14 წლის ბავშვებისთვის არის შექმნილი და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ცოდნის მიცემას, არამედ აზროვნების, კვლევის და შექმნის უნარების განვითარებას. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს მამუკა აფაქიძე, STEAM-ის თანადამფუძნებელი და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ელექტრონიკისა და წარმოების ტექნოლოგიების ექსპერტი. კოჩო. გავამთავრე. და თათულედი შერაშვილი, რომელსაც დიდი წარდგენა არ ჭირდება, მსახიობი და ტელეწამყვანი ჩვენი მეგობარი და ასევე სტუდიაში დავიტოვეთ თიკა წერეთელი, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგი. როგორც სათული ამ შემთხვევაში მშობელი. ეს მშობელთა კრებაზე ვარ წარმოდგენილი. ჩვენ სამი როგორც წამყვანები. სამი ისევ როგორც წამყვანები. დიდი მადლობა ძირფასებო. და ალბათ არ მიწყენთ თუ დავიწყებ ბატონი მამუკასგან, იმიტომ რომ პირველ რიგში მინდა რომ გავარკვიო რა არის ეს გენიოსების კლუბი და რა საჭიროებაზე პასუხობს ის დღეს. გენიოსების კლუბი შეიქმნა იმ საჭიროებების და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც ბაზარზე არსებობს უკვე ძალიან დიდი ხანია. ჩემი გამოცდილება ინოვაციების და ტექნოლოგიების აგენტოში, ასევე რამდენიმე უნივერსიტეტში ლექტორობის პერიოდში, გვაჩვენებს იმ პრობლემებს, თუ რა ტიპის უნარები უნდა ჰქონდეს მოსწავლეებს და რასაც ვერ იძლევა ზოგადად ფორმალური განათლება. ეს უნარები არის პრობლემის ახლებურად დანახვა, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, პრობლემის გადაჭრის ახალი გზების მოგვარება და ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი, ანუ რაც შეუძლია გენიოსების კლუბმა მისცეს მოსწავლეებს, ეს არის დაინტერესება. პირველ რიგში დაინტერესება და ამ თავისი ინტერესების დაკმაყოფილების ადგილი. და ეს ინტერესები რა მიმართულებით უნდა იყოს, იმიტომ რომ კადრებში ასაც ხედავთ, რაღაც გამოგონებებს აწყობენ მე მგონი ბავშვები. კი, ნებისმიერი მიმართულებით, ანუ ნახეთ, ყველა პროფესიას სჭირდება ტექნოლოგიები, აბსოლუტურად არ არის ისეთი სფერო, რომელშიც არ გამოიყენებოდეს ეს თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობა სჭირდება პრაქტიკული გამოცდილება, ელექტრონიკასთან ურთიერთობა, პროგრამირების ცოდნა და სხვა უნარები, მათ შორის ხელით მუშაობის გამოცდილება, პრაქტიკული უნარები. ამის დასაკმაყოფილებლად ვამზადებთ ნაკრებებს, რომელიც სპეციალურად უნიკალური ნაკრებებია და ეს ნაკრებები აძლევთ საშუალებას ფორმალურ განათლებაში მიღებული ცოდნა დაუკავშირონ იმ ახალ ტექნოლოგიებს. პრაქტიკულად. რომელ ცოდნაზე ელაპარაკებთ? ნებისმიერი გვეუბნებიან ბავშვები, რომ რაში გამომადგება ეს? ზუსტად, აი ცოდნა მაგალითად არ ვიცით სად გამოვიყენოთ დიფერენციალი, არ ვიცით სად გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა. ეს ყველაფერი არის შემოხდა რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო სტატუსი, ნუ მე გამეცინა რომ რაღაცა 47 წლის ვარ და კოსინუს და სინუსი ჯერ არც არ დამჭირებია და რას მერჩოდნება. ზუსტად, ანუ ამ ჩვენ სფეროში შეძლებენ ზუსტად ამის გამოყენებას. მაგალითად, რა საჭირო არის დიზაინში, პროგრამირებაში, თამაშების შექმნაში. ეს ცოდნა, მაგალითად, სინუსი და კოსინუსი ან ტრიგონომეტრიული ფუნქციები როგორ გამოიყენოს, ამას ისწავლიან. ჩვენ არ ვასწავლით მათ ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს. ჩვენ ვასწავლით იმ რეალური ცოდნის გამოყენებას. სად არის საჭირო, როგორ გამოადგება და ამას ვაკეთებთ მაქსიმალურად საინტერესო გზით, აწყობის გზით. ასევე ან ბავშვებს შეეძლებათ ამდენ სხვა პრობლემასთან შეხების შემდეგ საკუთარი იდეების რეალობად ქცევა, საკუთარი იდეებზე მუშაობა, გადაწყვეტის გზების მოძებნაზე და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მე შეძლებენ უკვე ახლებური გზების მოძებნას. შესანიშნავი რამაც არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, იმიტომ რომ როდესაც ტექნიკურ საგნებზე გქონდა ხოლმე საქმე, ყოველთვის პედაგოგები ისეთები ფასობდნენ, რომლებიც გასაგებიანით გელაპარაკა. აი, ნიუტონი ბულ ჩამოვარ და დაგეცა, ეს უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები როცა იყო, მაშინ უფრო ინტერესდებოდნენ ადამიანები. ანუ მე ახლა ეს ქების სიტყვების სწორად, რა თქმა უნდა, გეკუთვნით და მოგიძღვენით, უფრო ტექნიკური მიმართულებით მივდივართ, ხომ ეს არის მნიშვნელოვანი. აი და ამის პრაქტიკული გამოყენების ეს ისწავლება? დიახ, ანუ ყველაფერი რაც ეხება ტექნოლოგიებს, ნებისმიერი სფერო, პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ყველა პროფესიაშია საჭირო ეს ტექნოლოგიები. მაგრამ მიწაღეს შეიძლება დაჭირდეს ტექნოლოგია. იცი რა, გურსმანი რა დაშორებით დაარტყას.
რომ კარგად გაჩერდეს ის ლანჩა, ალბათ აი თუნდაც ამისთვის არის საჭირო. მაგისთვის არის საჭირო, ანუ რო ნახონ ფიზიკარისთვის არის ბიოლოგია, მაგ ძალიან რთულია დააკავშირო სასკოლო საგნები ერთმანეთს. ცოდნები ამ სასკოლო საგნებიდან, მაგალითად, რა კავშირი შეიძლება ქონდეს ბიოლოგიას და ქიმიას ერთმანეთთან? ეს შედარებით ადვილია, მაგრამ ხო, ბევრად ადვილია, მაგრამ გეოგრაფიას და ფიზიკას რა კავშირი შეიძლება ქონდეს? ანუ ამ ყველაფერს პრაქტიკული გზით ისწავლიან, არა ის მოსაწყენი თეორიული გაკვეთილები, სადაც არ იციან ეს. ძალიან კარგი რამ არის ეს. და ჩვენ ჰუმანიტარმა ხალხმა დედებმა რომლებიც თავდავიწყებით ჰუმანიტარები ვართ და თეატრი გვიყვარს და თეატრში ვართ გადავარდნილი და აგერ ამის თანამსახიობი ყოსტუმრად როგორც დედის პოზიციიდან როგორ დავინახოთ ჩვენ შვილს შესუნარები და რას მისცემს ჩვენ შვილს თათული აპირებ რომ შენიშული კი აუცილებლად უნდა შევუერთდე 25 იანვარს 3 საათზე ღია გაკვეთილს და როგორც ვიცი მშობლებსაც გვაქვს პირველ ჯერზე დასწრების საშუალება და მაინტერესებს იმიტომ რომ ჩემ შვილებს აქვთ ამ ყველაფრის მიმართ ინტერესი თქვენ ისეთი პროფესიული ლექსიკით ისაუბრეთ რომ ცოტა რთულად გამოგყევით მაგრამ მე როგორც ახლა დედის პოზიციიდან მოვყვები რაშია საქმე და რატომ ვარ დღეს აქ წარმოვადგინოთ 14 წლის ესე რომელიც წარმოვადგინოთ 14 წლის ესე რომელიც ერთვება ამ პროგრამაში რეალურად ჩვენი მშობლების გარკვეული ვალდებულება ეს სიტყვა სულაც არ მაშინებს როცა ჩემ შვილებს ეხება ვალდებულება რომ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდნენ ხო ასეა მე ვფიქრობ რომ ეს არის მთელი თაიგული ასე ვთქვათ STEM-ის რაც მოიაზრებს ტექნოლოგიას მათემატიკას მეცნიერებას ტექნოლოგიებს აი ეს მთელი თაიგულია შეკრული და რეალურად აი ამ პრაქტიკულ სამუშაოებში ვფიქრობ რომ გარკვეულ იმ ანალიტიკურ აზროვნებას, იმ კრიტიკულ აზროვნებას ჩამოუყალიბებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთ პროექტებს ცოტა ეგოისტურად ესე ვუდგები ხოლმე რა, გულწრფელი ვიქნები, რომ ჩვენი შვილების თაობაში ძალიან ტრიალებს ეს კამი უკაცრავად. ჩვენი შვილების თაობაში ძალიან მომგებიანია, ანუ მომგებიან დროში სწავლობენ ისინი გარკვეულ საგნებს თუ მოკლედ შესაძლებლობები, იმიტომ რომ აი ჩვენ დროს როცა 90-იანი წლები იყო და რაღაცნაირად ავკარგიანად შევძელით პროფესიაში დამკვიდრება, გარკვეულწილად თითქოს შეიძლება წლები დაჭირდა იმ უნარების განვითარებას, რაც ჩვენ დაგვჭირდა, ხო, პროფესიებში და ამ შემთხვევაში ეს არის მე ასე ვფიქრობ, უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენმა შვილებმა დროში უფრო მარტივად მიაღწიონ, გამოიმუშავონ უნარები მეთანხმებით ხო ეს განვიმუშავონ უნარები რომელ უნარებზე ლაპარაკობთ უნარები აი მაგალითად საკუთარ შვილში რა უნარი გაქვს ნაპოვნი ისეთი რასაც აი ეს კლუბი მისცემს მეტ რაღაცა გაღვივებას და მეტ ასპარეზს გამომდინარე იქიდან რომ ჩემმა ორივე შვილმა გადაწყვიტა სამედიცინო სფეროსკენ სამედიცინო ხო კუთხით განვითარება და რაღაცა გეგმები აქვს ამ კუთხით ბუნებრივია აქ მოიცავს ბევრ საგნობრივ სწავლას, მუშაობას და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა. ბუნებრივია, როდესაც STEM-ზე ვლაპარაკობთ, ჩვენ გარკვეული გამოცდილებაც გვაქვს რაღაცა ცოტა ხნიანი და აქედან რაც ვიცი რომ აკეთებდნენ პროექტებს ეს იყო რაღაცა გამომგონებლობა პროცესი თვითონ ანუ როგორ გითხრათ ხა მე ესე დეტალებში ვერ შევარ არ არის აუცილებელი ტექნოლოგიას რაღაც გამოიგონონ თათული მე როგორ ვხვდები თქვენ იმას აღნიშნავთ რომ ზოგადად ცხოვრებაში დაეხმარება ამ უნარების მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ისეთ უნარებს იმუშავებენ, აი ყველა ბავშვი ამას აქ არის ძალიან ნიჭიერ და უნიკალური, ხო? და ზუსტად ეს არის აი ამ პროექტების დანიშნულება, რომ აი ამ თავისი უნიკალურობით და ნიჭიერებით ხან პატარა წარმატებას მიაღწევენ, შესაძლოა იმედ გაცხრებაშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ ამ უნარებს გამოიმუშავებენ. მომენტი არ უნდა გაუშვე ხელიდან. ყოველ შემთხვევაში ცდიან რომ ეს გააკეთონ, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული აზროვნებასაც ისწავლიან, ანუ შეკითხვების დასმას ისწავლიან. და სწორი პასუხების გაცემას და არა გამზადებული პასუხის, არამედ იმ სწორ პასუხამდე როგორ მივიდეთ. რაშიც სამედიცინო სფეროში და ბევრი წლები და ბევრი ასე ვთქვათ ძალისხმევა. პასუხის გაცემა ძალიან გულწრფელობა. ხო, გუნდურ მუშაობაზე რამდენად კი, აუცილებლად ყველა ეს აქტივობა ისე არის დაგეგმილი, რომ გუნდებში მუშაობენ, ჯგუფურად მუშაობენ. რო ვამბობთ, რა ტიპის უნარებს განუვითარებს ჩვენ ხო არ ვიცი წინასწარ ვინ მოვა, მაგრამ კურსი ისე არის შედგენილი, ანუ რა უნარების ბავშვი მოვა, არ ვიცით. შესაბამისად, კურსი ისეა შედგენილი, რომ თავის თავს თვითონ
უნდა ინახავს ამ საქმეში, იმიტომ რომ თემები გვაქვს უამრავი. ყველა თემა არის დამოუკიდებელი. ცალკე თემაა. სხვადასხვა პროფესიებს შეგვიძლია ეს მივაკავშიროთ. ერთი თემას შეიძლება მიუკავშირდეს რამდენიმე პროფესია, რამდენიმე საგანი, რამდენიმე თემა და აუცილებლად იპოვიან. მაგალითისთვის ზოგ ბავშვს აქვს რაღაცი საქმის ორგანიზების ნიჭი, ზოგს აქვს რაღაც დიზაინერული ხედვა, დიზაინ აზროვნება. ამ უნარებს განავითარებენ, თვითონ იპოვიან საკუთარ თავს და პარალელურად მიიღებენ იმ ცოდნასაც თუ როგორ უნდა გამოიყენონ ეს თავისი უნარები საქმეში პრაქტიკაში. ზოგადად დიაპაზონი ასაკობრივი 7-დან 14 წლამდე საკმაოდ დიდია და ამ ასაკში დიდი სხვაობაც არის ასაკში, იმიტომ რომ 7 წლის ბავშვს რა ინტერესებიც აქვს, 14 წლის ბავშვს უკვე გავლილი აქვს ის ინტერესი. და როგორ ხდება პროგრამის შერჩევა? ცალ-ცალკე არის ასაკობრივ ჯგუფებზე არის ცხადია გათვლილი და პრერეკვიზიტებზე იდეაში არ არის, მაგრამ 7 წლის ბავშვის და 14 წლის ბავშვის მზაობა ტექნოლოგიების მიმართ სხვადასხვა არის შესაბამისად და სხვადასხვა ეტაპზე მოდულებად არის დაყოფილი ამ მოდულებს გაივლიან შესაბამის მოდულები როგორც აი რა სახის მოდულებია რა სწავლობენ სხვადასხვა მოდულში გადათესიც რო ვიცი მაგალითისთვის პირველი მე-7 მერვე კლასის მოსწავლეებისთვის არის ტექნოლოგიების შესავალი ანუ გაცნობა ყველაფერთან მაგალითად სწავლობენ ბუნებისმეტყველებას ამ ბუნებისმეტყველებაში ცოდნასაც ღებულობენ ფორმალურ გარემოში ამ ცოდნის გაღრმავების საშუალებას უაძლევთ თვითონ ამ მოწყობილობებით. ყველა თემას ეხება აბსოლუტურად. ამინდიდან დაწყებული გეოლოგია. იცით რა მე ძალიან წუხარ რომ ასა შენ ერთხელ მიგიშვებენ მხოლოდ მშობლებთან შეგხვედრა მე რა არანაკლებ ჭირდება. ერთად მეტად ჭირდება ტექნოლოგიებთან არის ჩვენც რომ იაკარის დღე ზუსტად ისეა შექმნილი რომ მშობელი და შვილი ერთად იმუშავებენ რომ ორივე ნახოს როგორ ქართული ერთი ბავშვი მათხოვე მაგრამ საინტერესოა რაგან რიგით არის ამ კლუბში ჩართულობა იმიტომ რომ მე არ მგონია რომ თათურისნაირ მშობელს ეს სიამოვნო სკოლის გაცდენა და სწავლაზე ჩამოყალიბება რამდენთნიანი გაკვეთილი და აი როგორ ხდება პატარებისთვის საათნახევარი არის დიდებისთვის 2 საათიანი შაბათ-კვირა ჩვენ და ჩერდებიან ეს შაბათ-კვირას 2 გაკვეთილი გვაქვს ანუ მოქნილი გრაფიკი გვაქვს შექმნილი ისე რომ თქვა დღის პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში ისე რომ ყველა შეძლოს ყველას მოვერგოთ. და რამდენი ხანი გრძელდება კურსის სრულად? მოდულები გრძელდება 6 თვე, ანუ თითო სემესტრი, მაგრამ ანუ ეს მოდულები ვერ მოვასწარი წინაჯერზე თქმა, პირდაპირ კავშირში არის ერთმანეთთან, მაგრამ და ამავდროულად დამოუკიდებელიც არის. ანუ ნებისმიერ დროს შეიძლება დაწყება, ნებისმიერ დროს შეიძლება ახალ ჯგუფში გადასვლა. ანუ ეს დამოუკიდებელ უნარებსაც ავითარებს და ერთმანეთთან კავშირშიც ასწავლის ერთდროულად. ეხლა რეზუმე გაგვიკეთოს ქალბატონმა ფსიქოლოგმა. მე საერთოდ ძალიან მომხდარა როგორ ეხმარება ბავშვებს აი ასეთი არაფორმალური განათლება ძალიან კარგია და აი ხარასაც უსმენდი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ კარგად ვიცით რომ ბავშვი განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ეძებს საკუთარ თავს და სულ რაღაცებს მოსინჯავს და აი ამ ძებნისა და საკუთარ თავთან დამტკიცების პროცესშია და ეს უნარები გუნდური მუშაობა, ანალიტიკური უნარები, დაფიქრება, გაჩერება, აი ეს ყველაფერი კომპეტენტურობის განცდას აძლევს ბავშვს და ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად პირველ რიგში საკუთარ თავს ვიმტკიცებთ, რომ კაი ტიპები ვართ ბჭყალებში რომ ვთქვათ, ხო? საკუთარ თავთან გვჭირდება ეს პატარა გამარჯვებები და ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დაუმტკიცოს თავისთვის რაღაცა შექმნა, რაღაცა გამოუვიდა, შეუძლია რაღაცაზე დაფიქრდეს და აი ამ პროცესში ის ხდება უფრო კომპეტენტური და შეუძლია სხვისი აზრის გათვალისწინება, გუნდში მუშაობაც, თავისი აზრის დაფიქსირებაც და ამ პროცესში იძენს ის თვითშეფასებას და ეს თვითშეფასება არის ძალიან მყარი, რომელიც ძალიან გვჭირდება ნებისმიერ ასაკში და მით უმეტეს 7 წლიდან თუ დავიწყებთ ჩვენ, აი ეს არ იქნება ფუყე თვითშეფასება. ზუსტად მეცოდინება რა გამომდის, მეცოდინება რა არ გამომდის. ჩემი აზრით თიკაპიაში უნდა დაიღალოს. მინიმუმ რაც თქვენ დააკეთეთ, თიკამ არ დააკეთეთ. და გარდა ამისა თეორიულ სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია თეორიული სწავლება, მაგრამ ამ საუკუნეში მივხვდით, რომ მარტო თეორიული სწავლებით ამ ასე ვთქვათ ასაკობრივ ჯგუფებს ვერ დავაინტერესებთ სათანადოდ თითოეულას გამოკლებით ხო არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისები და აი ზუსტად აი ეს პრაქტიკული პროცესი კიდევ უფრო მეტ ჩართულობას და ინტერესს იწვევს და ეს ძალიან მომწონს ეს და მისვლის სურვილი გიჩნდება სულ მუდამ რო კიდევ პრაქტიკული ინფორმაცია დანარჩენი დეტალები გაირკვევა ღიაკარის დღეზე თქვენ აპირებთ ქალბატონ თათული აუცილებლად 25 იანვარს ქალბატონ თათული როგორც მშობელი იქ დაგხვდება
მოგესალმებათ და როდის შეიძლება მიხვიდეთ ღია კარის დღეზე, ასე ვთქვათ. ეს ინფორმაცია გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, უფასოა სრულიად და იქნება როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. თბილისი 25 იანვარი 3 საათი შუადღის ღია გაკვეთილი ნიკიფორე ირბახის 17 ნომერში და როგორც გითხარით, წინასწარ რეგისტრაციას თუ გააკეთებთ, უფასოდ დაესწრება ნებისმიერი მსურველი. ბათუმის მოსახლეებისთვის ასევე 1 თებერვალი იქნება 15 საათი, შუადღის 3 საათი, როგორც გითხარით, პეტრე ბაგრატიონის 129 ნომერი და აქაც წინასწარი რეგისტრაცია საჭირო, რომ უფასოდ დაესწროთ და ყველა დეტალზე და გენიოსები იყოთ. რამეს დავამატებდი იმ მშობლებისთვის, რომელსაც გონია, რომ თავის შვილს რაღაც გარკვეული უნარები არ აქვს და მისი შვილი ამას ვერ შეძლებს. ეს ყველაფერი კურსი ისე არის შედგენილი, რომ ყველაფერს შეძლებს აბსოლუტურად. და მაგისთვისაც არის რომ ზუსტად ეს პრაქტიკაში გამოცდილი დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ.